საინტერესოა პირველ რიგში მინდა გკითხოთ, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ ომში, უკრაინაში იმყოფებით, ომში ხართ პირველივე დღიდან და გითხარით თქვენი როგორც ჯარისკაცის მოლოდინები აი ამ პროცესთან დაკავშირებით, რა მოლოდინით ელოდებით ამ შეხვედრას, რა იქნება თქვენთვის პოზიტიური შედეგი ან ნეგატიური შედეგი, აი მაგალითად დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რასაც მოსთხოვს პუტინს, ეს არის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. რა მოლოდინებით ელით აი ამ შეხვედრის დაწყებას? მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძალიან სრულად პროგნოზირებადი შეხვედრა იქნება ეს. მე ვერ გეტყვით, რომ ველოდებით რაიმე პოზიტიურ შედეგს, იმიტომ რომ გამომდინარე პრაქტიკიდან, როგორც აწარმოებს ტრამპი მოლაპარაკებებს, უკრაინამ ვერ მიიღო სათანადო დახმარება და ვერ მიიღო ის შედეგი, რაც ჭირდებოდა. ისე რომ დიდ შედეგს არ ველოდებით. იმედი გვაქვს უბრალოდ, რომ უფრო უარესი შედეგი არ იქნება, ვიდრე იყო. რას გულისხმობთ? უფრო ნაკლები იარაღის მიწოდება, უფრო არ შეწყდება იარაღის მიწოდება უკრაინის. აი ამბობ. რაც შეეხება თვითონ მოლაპარაკებას, თუ ფორმატშია, იმიტომ რომ უკრაინა აღებულობს ამაში მონაწილეობას და ჩემი აზრით უკვე არ არის ეს მოლაპარაკება ლეგიტიმური. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, შეერთებული შტატები მასპინძლობს საერთაშორისო სამხედრო დამნაშავეს, როგორც ცნობა აგის ტრიბუნალმა და გამოწერა დაპატიმრების ორდერი პუტინზე. ფაქტიურად ეს საკმაოდ ცუდად იმოქმედებს შეერთებული შტატების რეპუტაციაზე, მე ეს მგონია, იმიტომ რომ ამ ადამიანის შემოშვება ქვეყანაში უკვე მორალურად არასწორია. ადამიანი, რომელსაც ფაქტიურად 16,000 უკრაინელი ბავშვის გატაცებაშია ბრალდებული. და შესაბამისი ორდერია გაცემული მის დაპატიმრებაზე. არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს დაამართლო. თვითონ შეთანხმებაც მე არ მგონია მოხდეს რამე ისეთი, რაც რეალურად შეძლებს უკრაინის ამ კრიზისიდან გამოყვანას, მით უმეტეს, როდესაც თვითონ აღებულობს მონაწილეობა. თუმცა ტრამპმა ძალიან კარგად იცის უკრაინის პირობები, ევროპელი ლიდერების მათ შორის ბოლო პერიოდია განსაკუთრებით აქტიურ რეჟიმში მიდის კონსულტაციები და ითქვა მკაფიოდ პოზიციები, როგორც ევროპელი ლიდერების მხრიდან, ასევე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ანუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მაინც გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელსაც თქვათ მიიღებს ამ პოზიციები, რომელსაც დაიკავებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, შესაძლოა არ ემსახურებოდეს უკრაინის ინტერესს და არ ჯდებოდეს უკრაინის ინტერესში. მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ესე იქნება, იმიტომ რომ როდესაც თვითონ ფაქტიურად უკრაინა არ მონაწილეობს ამ მოლაპარაკებებში, მე უკვე მგონია, რომ ეს არათანასწორი მოლაპარაკებები იქნება უკრაინაზე. მერე ჩვენ ვიცით, როგორ მთავრდება რუსეთთან მოლაპარაკებები საქართველოს თემაზე მოლაპარაკებებიდან, ის მცოცავი ოკუპაცია, რომელიც დღემდე არსებობს და რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ რუსეთთან, ძალიან რთული იქნება რეალურად რამე შედეგზე გასვლა, იმიტომ რომ შეთანხმება და ხელმოწერა ერთია, პრაქტიკა გვანახებს იმას, რომ რუსეთი არასდროს არ ასრულებს იმას, რადგან იყო ხელი მოწერილი, ისე რომ მე მგონია მაინც არაფრამდე მიგვიყვანს ეს შედეგები. სამწუხაროდ აი ამ მოლაპარაკებების შემდეგ, ჩემი აზრით, ბევრად უფრო მძიმე დააბომბვა ელის. უკრაინის დედაქალაქს კიევს, ბევრად უფრო მძიმე დააბომბვა ელის სხვა ქალაქებს, რომლებიც ფაქტიურად არ არიან ფრონტის ხაზთან ახლო. უბრალოდ ყოველდღიურად ხდებოდა და ხდება ტერორისტული აქტები ან დაბომბებით და ამას უკვე მსოფლიო საზოგადოება სამწუხაროდ შეეჩვია. უკრაინის პოზიციები თქვენთვის რამდენად მისაღებია, რამდენად თუნდაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნაწილი, რომ უკრაინა მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, ასევე ის, რომ არ უნდა მოხდეს იმის დაშვება, რომ მესამე ქვეყნებიდან დახმარების მიღება აეკრძალოს უკრაინას. პოზიციები, რომელიც აი ამ შეხვედრის პარალელურად აქვს უკრაინის ხელისუფლებას და ამბობს, რომ ეს არ გადაიხედება. ეს რამდენად ამას როგორ აფასებთ, რამდენად სწორი პოზიციებით არის პროცესში უკრაინა ჩართული? უკრაინა აქვს თავის პოზიცია, რა თქმა უნდა, მე შემიძლია გითხრათ, რომ
ზელენსკის რომ წუნდოდეს რამე დათმობის გაკეთება, კონსტიტუცია ამას უგრძალავს და ვერ დათმობს უკრაინის ტერიტორიებს, თუნდაც ტერიტორიებს, რომლებიც ოკუპირებულია ახლა. ისე რომ ლაპარაკი სწორედ ამაზე იქნება ლაპარაკი, მე როგორც მივხვდი, სწორედ ამაზე აკარნავებს ტრამპი ლაპარაკს პუტინთან. ამ ის გაკეთება შეუძლებელია, უკრაინული საზოგადოება არ არის და არც იქნება არასდროს გზად რომ დათმოს საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიები და აქედან გამომდინარე ძალიან რთული პროცესი იქნება ეს მოლაპარაკებების. პიარის მხრივ ტრამპს უნდა გამოაჩინოს თავისი მოლაპარაკებების ნიჭი, რომელიც არ გააჩნია მას. მოდით სიმართლე ვთქვათ, ეს ნიჭი ტრამპს არ გააჩნია და სწორედ მაგიტომ მიიწვია ამდენი მუქ არის მერე პუტინი შეერთებულ შტატებში. რაც არაკორექტულია, ჩემი აზრით, არა მარტო უკრაინის მიმართ, არამედ ცივილიზებული ქვეყნების მიმართ, რომლებმაც ცნეს პუტინის სამხედრო დამნაშავედ. რა არის ის მაქსიმუმი, ბატონო მამუკა, მაშინ რისი დათმობაც შეუძლია უკრაინას ამ პროცესში? რა არის ცით ძალიან რთული ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ უკრაინა არ ღებულობს აქ მონაწილეობას. უკრაინას ერთადერთი შეუძლია უბრალოდ გაყინოს ეს კონფლიქტი რაღაცა პერიოდით, მაგრამ არც ეს იქნება სწორი, იმიტომ რომ საქართველოს პრაქტიკიდან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ სოციალური ოკუპაცია ამ კონფლიქტის გაყინვის შემდეგ. და ძალიან რთული მდგომარეობაა და ძალიან რთული მოლაპარაკებებში ჩაერთო ტრამპი და დამთავრებას აპირებდა უკრაინა რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე 24 საათში და ვხედავთ გავიდა რა ვიცი თითქმის წელია და ტრამპმა ვერ შეძლო ამის გაკეთება და მე ძალიან ეჭვმეპარება რომ ეხლა შეძლებს. ერთადერთი გამოსავალი არის ის რომ უკრაინის შეიარაღება მოხდეს ხუთმაგი ძალით და უკრაინამ შეძლოს მტრის გაყვანა საკუთარი ტერიტორიებიდან. აი ამ მთელი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით აი ამ მოლაპარაკებების დაგეგმვის პროცესში რუსეთის მხარე გამუდმებით ავრცელებს ინფორმაციას რომ გესმით ჩემი? დიახ, გესმით ჩემი ხმა ბატონო მამუკა? გესმით ჩემი ხმა? ბოლო კითხვასაც დაგისვამთ თუ კონტაქტი შევინარჩუნეთ. ბატონო მამუკა, გესმით ჩემი ხმა? ბოლო კითხვასაც დაგისვამთ თუ შეიძლება მთელი აი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში აი ამ შეხვედრის დაგეგმვის პარალელურად რუსული მხარე ავრცელებს ინფორმაციას რომ მას უპირატესობები აქვს ომში. აი რა ხდება ფრონტის ხაზზე, ესეც რომ გითხრათ თქვენთან რა ხდება მოკლედ ესეც გითხარით ბოლოს. უპირატესობები რუსეთში აქ მხოლოდ ამუნიციის რაოდენობაში, ანუ ჭურვების რაოდენობაში. მეტი არნაირი უპირატესობა რუსეთს არ აქვს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მოლაპარაკებების შემდეგ პროაქტიულად მოხდება უკრაინის შეიარაღება, რომ გათანასწორებული იყოს თუნდაც აი აღჭურვილობის რაოდენობა და უკრაინამ შეძლოს რაღაცა ნაბიჯების გადადგმა დეოკუპაციისკენ.